Așa vrundებით სტუმართან ერთად არიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ საბურთალოს პრეზიდენტი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოდი მე მინდა დავიწყო საუბარი რომ უკვე შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯერჯერობით ამ კომისიის ხდომა არ გამართულა. საკმაოდ წარმომადგენლობითია კომისიის წევრები და თქვენც ხართ მათ შორის და იმ ამოცანებზე მიზანზე რაზეც უნდა იყოს მსჯელობა ალბათ ჯერ ადრეა და ნაადრევია საუბარი განაც კომისიის პირველი ხდომაც არ გამართულა და ხომ არ არის თარიღი დასახელებული როდის იქნება? თარიღი არის პირველში მოგესალმებით და მივესალმებ ფეხბურთის გულშემატკივრებს. თარიღი არა ჯერ ცნობილი, მინდა ვთქვა და მადლობა მოუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი მიწვევისთვის ეს არ არის მარტო ჩემი, ეს არის საბურთალოს და იმ საქმის ჩემი კოლეგების შრომის დაფასება და აღიარება და რა თქმა უნდა ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და ვეცდებით რომ ამ კომისიაში ძალიან ბოლომდე მივიტანოთ ის სატკივარი რაც ტკივა ქართულ ფეხბურთს და ვეცდებით რომ ის პროგრამა შემუშავებული იყოს რომელიც უახლოს პერიოდში გამოგვიყვანს იმ კრიზისიდან რომელ კრიზისშიც დღეს ქართულ ფეხბურთი. კერძო კლუბის სამი წარმომადგენელი ხართ, ორი უმაღლეს ლიგას წარმოადგენს, დინამო და ზესტაფონის პრეზიდენტები და თქვენ. მე მგონი ძალიან საინტერესოა და ფეხბურთის ფედერაციამ წარმოადგინა თავისი განვითარების გეგმა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს თავისი განვითარების გეგმა. მე თქვენი პოზიცია მინდა გავიგო როგორც ამ კომისიის წევრის, ისე როგორც ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელის, თქვენი პოზიცია რომელი ორივეს იცნობთ რა თქმა უნდა. მე პატარა ისტორიას ან პრეისტორია უძღოდა ალბათ ამ ორ პროექტს. ერთია რომ შარშან სპორტის სამინისტროს უშუალოდ მინისტრის მოწვევით შეიქმნა პატარა ჯგუფი, სადაც წარმოდგენილი იყო უმაღლესი ლიგის გუნდი, ეს იყო ლევან ფხაკაძის სახით, პირველი ლიგის გუნდი ეს იყო ლექს თოფურიას და ჩვენ მასში საფეხბურთო სკოლა ვიყავით, მაშინ არ ვიყავით პირველი ლიგის წარმოდგენელი და ჩვენ როგორც ან ყველა სეგმენტი მოიცვა ბატონ ლევანისთან ერთად იყო ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და იყო აკალოვდა მისი მოადგილე და მასთან ერთად დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა. ასე რომ დღეს როცა ფედერაცია ამბობს ეს არის პროექტი მიიტანეს და ყველაზე ცუდი რაც იყო, რაც რითი წარდგა ფედერაცია რომ თავარი მესიჯი და გზავნილი საფეხბურთო საზოგადოებისთვის იყო ის რომ თითქოს მთავრობა იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში და ის თუ რა მდგომარეობა ფეხბურთში არ იცოდნენ. ეს არის მტკნარი სიცრუე, იმიტომ რომ ყველაფერი იცოდა, პირადად მეც მქონდა რამოდენიმე მისთან საუბარი და ის რომ მთავრობა დაინტერესებულია ფეხბურთით, ეს არის მთავრობის ინიციატივა ამ კომისიის შექმნა და მინდა მადლობა მოუხადო ვისარგებლო შემთხვევით სპორტის სამინისტროსა და მთავრობის წევრებს რომ დაიწყოს ამ კომისიის შექმნა. ეს არის თქვენი განხორციელებულია? მე ნამდვილად არ მივიწერ ამ პროექტის ავტორობას. ხო არა, თქვენ არა, მე ვიძახი ამ სპორტის სამინისტრო მუშაობდა და განიხილავდა ამ პროექტს და არის ცალკე პროექტი, რომელსაც ალბათ კომისიაზე წარმოადგენენ და იქ რა თქმა უნდა ჩვენ შენიშვნები გვექნება და ვიმუშავებთ ამ პროექტზე. ფედერაციას აქვს თავისი პროექტი, რომელსაც გავეცანი, სხვათა შორის ფედერაცია წარმომადგენელმა ბრძანეს, რომ ეს პროექტი ყველა გუნდს დაურიგდო. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ლიგასაც მოიცავს ეს პროექტი, მინიმუმ ჩვენთან არავის არ გაუვლია ეს კონსულტაცია და არავის არც უკითხია ჩვენი ესეც სამწუხაროა, ჩემი აზრით რაც უფრო მეტი მოსაზრება იქნებოდა ამ პროექტის გარშე, უფრო მეტი პოზიცია იქნებოდა შეჯერებული და უფრო ჩემი აზრით უფრო ფასეული იქნებოდა ეს პროექტი. ვფიქრობ, რომ არა მარტო ეს პროექტები, ალბათ კიდევ ბევრი მოსაზრებები იქნება წარმოდგენილი კომისიის მუშაობის დროს და იმედს ვიტოვებ, რომ დაიდება საბოლოო სახით ისეთი პროექტი, რომელიც წარდგება ქართულ ფეხბურთს. რა მინდა გკითხოთ თან თქვენ, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხბურთო სკოლას და თქვენი დაარსებულია. ვინც არ უნდა მოვიდეს და ვისაც აქვს პრეტენზია ყოველთვის ფედერაციის ხელმძღვანელობაზე თუ ზოგადად ფეხბურთის ცოდნაზე იძახის, რომ მთავარი პრობლემა არის ბავშვთა ფეხბურთი. და უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს. აი ამ პროექტში, ამ კომისიაში როგორ ხედავთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თემას, რადგანაც ვინც არ უნდა გავაჩეროთ ქუჩაში, კიდევ ვიტყვი, პრობლემა არის ბავშვთა ფეხბურთი. იცით რა, ალბათ ეს ძალიან მოდური გახდა და საფუძვლიანად არავინ არ უღრმავდება ამ პრობლემას. ალბათ იმიტომ რომ ერთეო ძალიან ბევრი სამუშაოა და მეორეა რომ მათ არ ყოფილთ მოთმინება იმისა რომ მოსავალი მიიღონ. ეს არის ვენახით, ხო? მე ვენახე რატო დაფასებულმა მასა ძალიან დიდი შრომა ჭირდება, ვიდრე მიიღებს
მოსავალ და გარკვეული სტანდარტებიც უნდა დაიცვას, რომ მოსავალი სტაბილური იყოს. ამიტომ იმისთვის რომ აშენო რაღაც ერთი ცოდნა უნდა ქონდეს, უნდა შექმნა კარგი გუნდი და ძალიან შრომატევადი და საკმაოდ დიდი მოთმინება ჭირდება. ხალხი რომელიც ორიენტირებულია სპეციფიკებზე, პროპაგანდისტულ რაღაც კლიპების გადაღებაზე, ბუნებრივია მათ არ აქვთ მოცალეობა იმისთვის, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ პრობლემები და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე იფიქრონ. ეს არის ყველაზე სამწუხარო და ეს გვადარდეს. ამ პროექტებში ეს მეტნაკლებად კი ცდილობენ ამას შეეხონ, მაგრამ მე პასუხი ვერ მივიღე, სიმართლე გითხრათ, თუ რა შეიძლება კარდინალურად, გარდა იმისა, რომ ამბობენ უბრალოდ დუბლები უნდა დაემატოს პირველ ლიგასაც, ჩემთვის გაუგებარია. მე ხარ კონკრეტულ სიღრმეებში ვერ შევარ, უამრავი პრობლემა ზედაპირული და შემილია. ეხლა ნებისმიერი ადამიანი, ვინც უყურებს, ვინც არის მშობელი, ვისაც დაყავს ბავშვი ფეხბურთზე, ყველას გაუჩნდება კითხვა, როგორ ზოგს არ აქვს საშუალება ბავშვი მიიყვანოს ფეხბურთზე. ზოგისთვის ცოტა ძვირია გადასახდელი, ზოგისთვის რაღაცა სხვა პრობლემაა და აი ეს იმდენად გლობალური პრობლემაა აქ სახელმწიფოს გარეშე, ვფიქრობ, არაფერი არ გამოვა და ეცეთ რა არის? აი ეს მინდა კითხვა. მე მთავარი, ჩვენ რა თქმა უნდა ბავშვთა ფეხბურთი არის ფუნდამენტური, აუცილებელი რომ ამ მიმართულებით გადაიდეს კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ უნდა ზუსტად გავანალიზოთ რა ხდება ქართულ ფეხბურთში. ამ მდგომარეობა რა გვჭირს იმისთვის რომ მე მოხდეს ფულის სწორად ჩასმა და სწორ რელსებზე მენეჯმენტის გადაყვანა. მე მგონია თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ იყო ლელოში თუ არ ვწდები და სწორი დიაგნოზის დასმა არის. დიახ, პრობლემა მე შევეხები ბარემ ისარგებლებ შემთხვევით, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში რატომღაც ის ჩემი მოსაზრება, რომელიც გავაჟღერე მე სხვადასხვა პრესსაშუალებებში, ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია ბატონი ზვიადის. მე მინდა ვთქო არა მარტო ბატონ ზვიადის, არამედ ფედერაციის ხელმძღვანელობასაც, რომ პიროვნულ კამათში ნუ გადააქვთ. ისედაც ხალხი დაიღალა ამ ალახის როლით, ერთმანეთის ლანძღვით, აბსოლუტურად არ მაქვს მიზანი, მე ვინმე კონკრეტულად შეურაცხყოფა მივაყენო. ყველას თავისი გზა აქვს და თავის მეთოდები ფეხბურთში მოსვლის და იქ საქმიანობის. ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გვჭირს ფეხბურთს და ვიფიქროთ და ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელი გზაა სწორი. მე რამოდენიმეჯერ ვთხოვე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რომ იქ მოგზაურნებული იყვნენ და ესე ცალკარში თამაში მიჩვეულები არიან. მე არ ვარ მიჩვეული და უფრო შედეგიანი იქნებოდა, რომ ჩვენ გვესაუბრა და ეს დებატები გამართულიყო. მაგრამ ვისარგებლოთ შემთხვევით და რამოდენიმე მოსაზრებას გამოთქვა. პირველ რიგში ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, როცა ბატონმა ზვიანმა ბრძანა, რომ შემომთავაზა ეს PFL, ანუ ჯერ თქვა რომ თუ პრეზიდენტობა უნდაო, PFL-ში მოვიდეს ჯერო და მე იფიქროს პრეზიდენტობაზე. ჯერ ბატონ ზვიადს არც აქვს მიუხედავად რეგალიებისა, არ აქვს მაგის უფლება, არც კანონიერი რომ ესე იმპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილება ცალსახად ახალმოსკომის გარეშე რომ PFL-ი დამითმოს თუ არა, მან ჩანს ზუსტად მისი მიდგომა არა, მიხა შეიძლება შეგეკამათოთ იმაში, რომ ეს შეიძლება უბრალოდ მისი მოსაზრება იყო და არა გადაწყვეტილება რა თქმა უნდა. არა, ეს ოფიციალური შეთავაზება იყო თუნდაც ტელევიზიით, პირდაპირ თქვა რომ მობრძანდესო, ახლა ვერ შეძლებ მაისიდან მობრძანდეს. არა, ეს პირადადაც გაუკეთებია ბევრჯერ ამ PFL-ის მიმართულებით. საერთოდ კითხვა ჯერ ერთი მინდა რომ დავაწყნო მას და საერთოდ ჩემთვის გაუგონარია, ხა რატო უნდა შევთანხმო ბატონ ზვიადს ან საიდან მოიტანა მე ფედერაციის პრეზიდენტობა მინდა. მინდა დავამშვიდო ბატონ ზვიადი, ვიცი რომ მისთვის ძალიან ძვირფასია ის სავარძელი, რომელსაც იკავებს, რომ მე არ ვაპირებ დღიდან ფეხბურთში შემოსვლისა, არც მაშინ მქონდა აზრად და არც ახლა მაქვს აზრად ის რომ დავიკავო ეს პრეზიდენტის სავარძელი. მე ჩემ თანაგუნდელებთან ერთად მოვედი ფეხბურთში იმისთვის, რომ ვერსახურო ქართულ ფეხბურთს და დავუმტკიცეთ ყველას, რომ საქართველოში არა ნიჭიერების დეფიციტი, არამედ მენეჯმენტის და პატიოსნების დეფიციტია და სწორედ ამ გზით უნდა წავიდეთ და ის რომ ვიღაცა ხმას აიმაღლებს და იტყვის იმას, რომ რა გვტყვა, ეს აბსოლუტურად არ უნდა განიხილონ მათ იმ წრილში, რომ თითქოს მე მინდა ფედერაციის პრეზიდენტობა. მინდა დავამშვიდო და მეცაც ვეტყვი, ახლა სულ არ სჭირდება პროპაგანდისტული რაღაც ფილმები, მე გაკვირვებული დავრჩი, წინა კვირას იყო რაღაც პროპაგანდისტული ფილმი, ეს ძალიან შორს მიყვარდა, მე არ მგონია რომ სწორი იყო. ეს იყო პროპაგანდისტული ფილმი, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი, ეს იყო ის გაკეთებული ანგარიში რა გაკეთდა 2003 წელს. მაგრამ იქ თუ ჩაუკვირდებით ის მტკიცებითი ფორმატის იყო, რომ ვიღაცა ამას კითხულობს, ესეა და ჩემი აზრით ცოტა სხვანაირად შეიძლება და ამის გაკეთება და რაღაც მოსაზრებები მაქვს, მაგრამ თავარი ის კი არ არის ესეთი ფილმები ჩვენ ჩემის აზრით, ხო, თავარი არის ის, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რას ტკივა ქართულ ფეხბურთს და როცა ხშირად გვამადლის იმას. არა, ხო და რა, მოდი, მოდი დავიწყოთ. ხო, კი ბატონო, მე პირველ რიგში ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ როცა უფრო სამართლიანობის აღდგენაც, ხო.
აქ არის პრობლემა იმისა, რომ ნდობა უნდა ავტყეს რა. როცა ბატონი ზვიადი ამბობს, იმ ფილმშიც იყო და იმ ფილმს დავესესხები ძალიან ბევრ რამეს, როცა ამბობს რომ და გვამადლის ხშირად რომ ეს 5 მილიონი, ანუ დაქცეული, ნდობა დაკარგული ფედერაცია ფეხზე დააყენა და ეს არის უკვე 100 მილიონიანი აქტივის ქონა, ახლა ბუნებრივია ჩდება კითხვა, ხო? რა რესურსები მარტივად აგიხსენთ. ხო, თქვენ რომ მოგჭერთ და ააშენოთ რაღაცა, ბალანსზე აიყვანოთ, ის აისახება პირდაპირ და ეს აბსოლუტურად არ მეტყველებს იმაზე, რომ ის არის ძლიერ მენეჯმენტზე არაფერი. ყველაზე წარმატებული მენეჯერიც კი მინიმუმ დაფიქრდება სანამ იტყვის, რომ მას მენეჯმენტში არაფერი არ ასწავლება და ეს აბსოლუტურად შეუმსწარი. ეგ ერთი. მეორე, როცა ამბობენ ძლიერ მენეჯმენტზე, ამ PFL-ს მარჯვენა მარცხენა ახლა სთავაზობენ. უბრალოდ ბუნებრივად ჩდება კითხვა. რატომ აიღეს ეს ფედერაცია, რატო გაუქმეს PFL-ი და ის ჩემპიონი. ამის პასუხი არის რომ არანაირი დაფინანსება არ ქონდა და ვერ მოიძია იმ გუნდმა. კი ბატონო, მაშინ აიღეს მენეჯმენტი. აი სწორედ მენეჯმენტზე რო დგება, ხო? პასუხისგებლები ხო იყვნენ. მათივე პირველივე წელს ჩატარებული. აი სად ჩანს მენეჯმენტი ძლიერი მათი. პირველი ჩემპიონატი მინდა გავახსენოთ თასის ფინალი. თასის ფინალი ეს სკანდალურად ცნობილი თასის ფინალი. გორსა და ზესტაფონის შორის მე არ ვიცი ყლის იყო სირცხვილი ჩემისაზე ქართული ფეხბურთის და მე ეს ყველა მაგიარა და რაღაცა მომენტში ამას მიეცა პოლიტიკური შეფასებები. კი ბატონო, მაგრამ ფედერაციის ფუნქცია რა არის მაინტერესებს, ფედერაციამ პოზიცია რატო ვერ დაფიქსა ერთი და მეორე, კი ბატონო, მეორე თასის ბოლო ჩემპიონატის ბოლო ტური, როცა ორი გუნდი ზეიმობდა ჩემპიონატს. ისიც რა არის, როცა ახლა ჩვენ როცა დავიწყოთ უკვე არ შეიძლება დაყოფა მხარეები საქართველოში საფეხბურთო რომ ვიღაცა არის ხო მაგრამ 20-30 წელია დაყოფილია ეს არა ხო და ხო შეიძლება პირიქით გადავდგეთ ნაბიჯები ახლა მე გეტყვით კონკრეტულად ხო ჩვენ რომ დავიწყოთ ახლა სხვა ტიპის ფილმების გადაღება რომ მე არ მაქვს ამის სული და მე არ ვარ აქ იმისთვის მოსული რომ დავიწყო ყველაფერში ცუდი ძიება თორე ჩვენ რომ დავიწყოთ ახლა საპირისპიროს გადაღება შეიძლება ეთერი არ იყოს და ყოველკვირა გავუშვით ეს ფილმი ეს არ არის სწორი გზით არ მივიდივართ პირიქით ვამბობ რომ მოდით ის რაც მოხდა ეს ხო ძალიან ცუდი ახლა ყველა მიცით რომ რა ტიპის არჩევნები ჩატარდა როგორ ჩატარდა თვალში ნაცარი შეყრას უნდა შეეშვას ყველა ჩემის აზრით მათ შორის ბატონზეც აქვს ისტორიული შანსი მიუხედავად იმისა რა ფორმით მოვიდა როგორ მოვიდა რომ დღეს გაატაროს ცვლილება და მე ამას დავაზრდ არჩევნებზე მე ბევრჯერ მithქვავს და ის თავარი მოქმედი პირები იმ არჩევნების რაზეც თქვენ გულისხმობ და რაც თითქოს ყველა მიცის ამ ქვეყანაში მაგრამ არ ავიღეთ თვითონ მოქმედი პირები არ საუბრობენ და ეს არის თავი ეს პრობლემაა ხო არა ეს კი ბატონო მაგრამ თვითონ ხო არის დღეს მოქმედი პრეზიდენტი მოდი ახლა ვილაპარაკოთ მას ხო შეუძლია დღეს თამაშის წესები შეცვალოს მე სხვა რამ ჩვენ მარტო თამაშის წესების შესვლაში თქვენ რაც გულისხმობთ ის რომ გადადგეს თუ არა იცით რა ეს გადადგომები მადლობა ღმერთს დღეს მთავრობას არ აქვს სურვილი და მადლობა ღმერთს რომ ესე უხეშად ჩაერევინოთ ეს დარჩა არჩევნები ამით სარგებლობ მე ზუსტად რომ ყოფილიყო სხვა განწყობა დარწმუნებულია სუსხასურა და მადლობა ღმერთს ეს სურვილია რომ და გადადგომებს და აი ესე ჩარევებს კი არ უნდა ისაკვნოთ ხო მათ აქვს საშუალება იმისა რომ ელემენტარულად ხო აღმოსკომში შევიდეს კერძო კლუბების ფლობელები ეს ძალიან ეს არის ერთია ხო თუ არ ხო ეს არის ბოლოს განხორციელებული ცვლილება ეს არის ხა როგორ ჩატარდა ახლა უბრალოდ მაყურებლებს მინდა შევახსენო რა რომ რეალურად რა იყო ალფავიტის მიხედვით კი არ იყო გვარები დაფიქსირებული ხო კანდიდატებს შორის იმისთვის რომ არ დაავიწყოთ და შეცდომა არ დაუშვანო გადაზღვრილიყო და პირველი 18 შეუძლია გადაამოწმო პირველი 18 გვარი ეწერა ის ხალხი ვინც უნდა შემოეხეზათ და საბოლოო ჯამში მივიღეთ საფეხბურთო წრისთვის საერთოდ უცნობი ხალხი აღმოსკომში და კერძო კლუბის ფლობელები რომელსაც მართლა დიდი დამსახურება აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ არც ერთი არ შეიყვანეს აღმოსკომში. ახლა მე არ ვიცი ამის მერე დღეს ხო შეიძლება შეიცვალოს. დღეს ხო შეიძლება რომ არჩევნების წესი შეიცვალოს. მაგრამ ზუსტად იქ მივიდივართ რომ ამ შემთხვევაში კარგავენ იმ გავლენას, რაც გავლენითაც დღეს სარგებლობს ფეხბურთის ფედერაცია. და მე პირიქით თავაზე რომ მოდი შევცვალოთ ეს ყველაფერი, იმიტომ ყველაფერს მუქფერებში ვერ ავხედავ და ბევრ ამასაც კარგსაც დავინახავ და მithქვია პირად საუბარში და ახლაც ვიტყვი რომ ფედერაციაში უამრავი არიან პროფესიონალები, წესიერი ხალხიც არიან, მაგრამ თამაშის წესები უნდა შეიცვალოს. თუ იგივე ფორმით მოვიდა ახალი პრეზიდენტი ბოდიშვილი ხდი თუ იგივე წესებით მოვიდა მათ ყოველთვის ექნება პრობლემა შეიძლება თვითონ დისკომფორტს ვერ ძნობენ მაგრამ ყოველთვის იქნება იმის პრობლემა რომ მათ ლეგიტიმაციაში ყოველთვის ეჭვი გაუწება ახლა თვითონ რომ ამბობს რომ მე ქართული ფეხბურთის რისკულისგან ვიხსენიოთ 15 წუთის ადრე ვთქვიო თუ რა კულ კანდიდატი თქნებოდა ახლა ეს ხო თვალში ნაცარი შეხვდა ახლა ეს ხო ახლა ვის ჯერავს ამ ვიზია გათვლი ეს იყო იმიტომ რომ აზრი არ ქონდა ყველა მაზრი დაკარგა ეს ხო ყველა მიცოდა რომ აქ იყო პოლიტიკური ნება და ამის გამო კეთდებოდა ეს ხო ხوار თავი დავიცვათ მსგავსი გაუგებრობებისგან უნდა წესები უნდა შეიცვალოს იქ რაც არის გასაგებია აი ეს ინფრასტრუქტურა რაც გაკეთდა თუ იქ
1-2 ბაზა არის თუ რამდენიც არის ნახსენები შეიძლება რაღაცა გამოვჩეს და არ ვიტყვი მაშინ საერთოდ ეს ინფრასტრუქტურა რეალურად ხო გაკეთდა ვერავინ ამბობს ამას იცით რა არის ამის დამადლება არ შეიძლება ხა ერთი მინდა დამადლება როგორ არ არის დამადლება ყველა აიღეთ ყველა ინტერვიუში ამბობენ რომ მე ეს გავაკეთე რატო არ უნდა გააკეთებინა ყველაფერი მენეჯმენტში ყველა ამბობს ამას რომ ვიღაცამ რაღაცა გააკეთა აი ხო ზუსტად მანდავა ყველა ეს მის მიერ ნაგინები წინა ფედერაციის ხელისუფლება ხო ხელმძღვანელობას ხო რომელსაც აგინებს იმ ფედერაციის ყოფაშიც მახსოვს გადაღებული საიმიჯო კლიპები ისინი რომ არიან ერთადერთები ისინი რომ არიან წარმატებულები მაგრამ მე მოდის ახალი და ის ყოველთვის აგინებს ეს უნდა მოიშალოს ალბათ შემდეგიც ესე იქნება არა აი ზუსტად იმიტომ არ უნდა გავლენა შეეფრო ალბათ იმ საფრთხეს ხედავ რომ ვიღაცა გადასინჯავს ეს კი არა მთავარი არის იცით რა რომ რეალურად მენეჯმენტ დავეცეთ რახან თქვა რომ მართალია შემოწდარია მე მგონი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მენეჯმენტში ერთი კრიტერიუმია რა ყოველთვის ალტერნატივასთან მიმართებაში ფასდება ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს ტრანსპარენტულობა იგივე იმ ფილმში ლაპარაკობენ იმას ერთის მხრივ ამბობენ რომ ძალიან წარმატებულები არიან აი ამდელი აქტივებით გაზარდეს მაგრამ მაშინ მოგცენ საშუალება წვდომა იმ ფინანსებთან ამბობენ რომ არის მხოლოდ ანგარიში ვალდებული ყრილობასთან ყრილობა როგორ მიდის კი კარგად იცით რომ უცებ ჩაივლის ის ყრილობა და ეს ანგარიში არის ნუ რაღაც 40 წუთიანი მოხდება არის ანგარიში ხო დაბეჭდილია და ყველა დაბეჭდილი არის მაგრამ ის არის ძირითადად იმისთვის რომ ალტერნატივა შეაფასოს შენ რამდენად შეიძლება და უკეთესად ამის გაკეთება თუ არა შეიძლება მართლა სამადლობელი გვაქვს მაგრამ ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობა გვაქვს ხო და შეიძლება თუ არა სხვა უკეთესად გაკეთებას ამისას თავარი რა არის ხო სხვა შეიძლება იგივეს თუ არა UEFA-სთან კომუნიკაციას რო გვეუბნებიან და ძალიან კარგია ის რაც კეთდება მაგრამ UEFA-ს თავარი პოლიტიკა რა არის UEFA-ს თავარი პოლიტიკა არის რომ რაც შეიძლება მოხდეს ფეხბურთის პოპულარიზაცია ისინი ერთნაირად ემუშავებიან როგორც ქართულ ფედერაციას ისე სხვა ფედერაციას ზუსტად ამას ვიძახი აი ეს როდესაც ჩვენ საუბრობთ ერთად რომ მოხდეს პოპულარიზაცია სწორედ ამას მოწყობ ხშირ შემთხვევაში რომ გაკეთდეს დიდი სიუჟეტი იქნება ფილმი იქნება თუ რაღაცა ჩვენს გაგვიკეთებია მე პირდაპირ ვიტყვი მე გამიკეთებია გადაცემაში რაღაცა ფილმი არ ქვია ამას ხა ფილმი სხვა რამეა იგივე სიუჟეტი რომ რაღაცა კარგი გაკეთდა დავით ახლა თუ ცუდი არის ეს არა სიუჟეტი კარგი უნდა გააკეთეს მაშინ სატკივარზე სულ ლაპარაკობთ მან პრობლემა რა არის როგორც კი სატკივარზე დაიწყებ ლაპარაკს ეგრევე მტერი ხარ ეგრევე არჩევნებში კონკურენტი ხარ ეგრევე არა მაშინ დავაკონკრეტებთ აი ეს ჩემთვის არ არის ხო იმიტომ რომ რამეს იტყვი იქ მარჯვენა მცველზე ვიტყვი რამეს თუ მარცხენა მცველზეა რაღაცაზე მტერი ხარ ქართული თუ გინდათ რომ ის კი ბატონო ავიღო და გავარჩიო დეტალურად ვისკენ იყო ეს მესიჯები და რა იყო ეს არის გაკეთებული იყო გასაგებიებისკენაც. ხო, არ არის ეს სწორი. მე ჩემს კონკრეტულ კითხვას დავსვავ, ხო? ბოლო 2 წლის მანძილზე ერთი მოყვანილი სპონსორი მითხრან მეტნაკლებად წარმატებული კომპანია. აი მან ისეთ რას მოვიძიებ, რას ჩავთვლი წარმატებულად სახელმწიფო ფული რომ მოგივადა, ახლა იმას შენობლობაში გავუშვებ, ძალიან კარგია, მაგრამ იცით რა ამას ალბათ ბევრი გააკეთებდა იგივე წამოწევდა. აი წინა ფედერაციასაც ყვაძლევდა სახელმწიფო. არა, ისე იმ დოზით არ აძლევდა. ამიტომაც ჩვენ ახლა მაშინ რატო იყო ვარ? ჩვენ ვარაუდობთ. ხო და ჩვენ ვარაუდობთ და მაშინ იყოს ეს ტრანსპარენტული. მაგაზია ლაპარაკი ახლა, როცა აგინებ. მე გამოცდილ ფედერაციას ვიცავ, მაგრამ არა, ვიღაცა დღე და ღამე რო აგინებ. ხო, მაშინ ან წინა მინიმუმ წინა საფეხბურთო ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა წამოდგნენ თქვან რომ ეს მართალია თუ არ არის ჩვენ ახლა ვარაუდობთ იმაზე რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ წინა ხელისუფლების გინება კი არ უნდა იყოს საფეხბურთო ხვარას ვაკეთებთ იმაზე ვილაპარაკოთ არც ერთ კერძო კლუბთან არ აქვს ნორმალური მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ფედერაციას გაიხსენა და ჩამოგითვლით ხო ბატონი ფრიდონინჯია ითხოვს ეგრე უამრავ სტატიები გახსოვს რომ გადადგეს იგივე მდგომარეობაშია ილოკოკაია ჩვენ ეგრე აქ ვარ კიდე ესოჩი ხრადეც უკან ყოფილა ვიღა დარჩა ანუ კერძო ინვესტორებთან ის რომ ვისოლი წავიდა ფეხბურთიდან ჩემესაც ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა და როგორც ახლა დიდ ქვეყანაში დავში დიდი კომპანიის გამოსვლა ინდიკატორია ხშირად რაღაც პროცესების ხო და ცუდი მაჩვენებელია ესე ახლა ვისოლის ყოფნა ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემის აზრით, ყველამ რაღაცა დავაკელით იმისთვის, რომ ესეთი ძლიერი ეს იმხელა თემა, ამას სამი გადაცემა არ ეყოფა და აი ამ ხნის განმავლობაში, ზუსტად ამ ხნის განმავლობაში მე არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ და რაღაცაზე ვისაუბროთ ტორპედოსთან და ვისოლთან დაკავშირებით, რადგანაც იქ ძალიან ბევრი პრობლემა ჩანს და ძალიან ბევრი რამა. ეს კერძო აქ არის ლაპარაკი კერძო კომპანიებთან. მე პირიქით ვამბობ
პრობლემა რა არის? პირდაპირ მოდი თავის სახელით დავარქვა და მე ჩამოვაყალიბეთ ჩემ მას. ყველაფერი ახლა ეს ახლა მიმდინარეობს პროცესი, ამის შესახებ არავინ ხმამაღლა ლაპარაკობს. რეალურად არის დაწყებული ფედერაციაშიც წინასაარჩევნო კამპანია და ყველა ემზადება არჩევნებს და გავლენების შენარჩუნებას. ეს არის პრობლემა, ეს არის. არა მარტო არსებული ფედერაცია, ხო? ღიად ვის აქვს ნათქვამი რევაზაროლაძეს, რომ უნდა ფეხბურთს სურს ყოველ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ეს ვიტყვით, მაგრამ ჯერ კიდე ბოლომდე არ არის და ძალიან კარგი იქნება, რახან თქვენ ახსენეთ განაცხადოს ბატონმა რევაზმა ამის არა ეს შემეთერში არ თუ არ ძალიან მაშინ უნდა აი მე ვამბობ კიდევაც რომ საქართველოს და ქართულ ფეხბურთში ეს ბიძაშვილობა ნათლიერობას და მეგობრობას მაგრამ აქ არის ახლა ყველაზე კარგი რაც არის აი ეს განვითარება სამთავრობო კომისია შეიქმნა ეს სამთავრობო კომისია ხო დადებს ამ განვითარების პროგრამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აქ ნაცაობა და ბიძაშვილობა აღარ იქნება დავასრულებ რა ერთ რამეს უნდა მივეჩვეთ რაც სადამდეც მიგიყვანა ამ პირად ურთიერთობა იმასთან იმას ფეხბურთი უთამაშია ჩემის რა თქმა უნდა იმაზე მე არ ვიტყვი ამას ვერ ვიტყვი ის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტები რომ ამბობენ რომ აი კი ვიცით რა ხდება მაგრამ იყვიროს ხო და მეც ვიყვირებ ეს უნდა მოიშალოს იცით როგორ არის აი ვამბობთ პირდაპირ არ გვაქვს ჩვენ პრეტენზია საბურთალოს გუნდს და ჩემ მეგობრებს რომ ჩვენ ვიყოთ მართლ პოზიციაში მაგრამ მონიტორინგს გაუწევთ ყველას უნდა ბატონ რეზოს მოიტანოს დადოს პროგრამა თუ ეს პროგრამა სხვა საჯობებს რა თქმა უნდა ხარდავთ თუ უნდა სხვა კანდიდატებს უნდა ჯანსაღი ძალები გაერთიანდეს და თამაშის წესები უნდა შეიცვალოს თამაშის წესებში რამდენჯერმე თქვით აი გეტყვით რაც არის პირდაპირ გეუბნებით რომ ყველაფერს აკეთებს ფედერაცია რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს გავლენა კლუბებზე რომ ნუ ის მესიჯები რომელსაც უშვებს რომ ახ ქართულ ფეხბურთს ახლა მთავრობასთან ამან მიუტანა ფეხბურთ ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევენ ის საარჩევნო სუბიექტები რომლებიც არის კლუბები ასევე რეგიონალური ფედერაციები ასოციაციები ხო მეტი ხო არავინ არ არის პატრონო ფეხბურთს პრობლემა არ არის მაშინ უპატრონო იცით როგორ არის ცოტა უხერხული მაშინ მე მაინტერესებს ბატონი ზვიადი რომ მოვიდა არჩევნების ახლა ვამბობს რომ ძალიან ძლიერი მენეჯერია ხო ის და თავის გუნდი ხო ძალიან მაინტერესებს და როცა ორჯერ აირჩიეს ჯერ მაინტერესებს რა ზაკაკიეს და სულუგიო რო იტყვიან სადამსახურებისთვის მაგრამ თუ აირჩიეს არის პრეზიდენტი რა პროგრამა წარადგინა ის პროგრამა მაინტერესებს და იმ პროგრამის ნაწილი არის თუ არა რომ დღეს ფეხბურთი არის ბანკროტობის ფეხბურთში 100 მილიონი ეურო ჩასაწყნელი ამის შესახებ იყო იმ პროგრამაში გაცხადებული მე მივეჭოფ რომ ესე იყო და მაგაზია პასუხისგებლობა არა ჩემთან ეს კითხვა ყველაზე არა მაგია თქვენთან არ არის მოპასუხე და თქვენ რახან ოპერირებას მიწევთ ეგ არის პრობლემა რომ ზუსტად ეგ უნდა ყოფილიყო დღესო ბანკროტობის წინაშე დავდეკით ხო და ისევ აქვს პრეტენზია რომ ფეხბურთი თვითონ მათონ მინიმუმ სწორი არ არის უნდა შეიცვალოს ზუსტად მაგას ვამბობ რომ ელემენტარულად უნდა მოვიდეს გუნდი რომელიც მთავრობის წინაშე აიღოს პასუხისგებლობა და საფეხბურთო საზოგადოების წინაშე რომ ფეხბურთი ერთი სამი წელი არ არის საკმაოდ პირდაპირ გეტყვით და რა იცვლება იმ პროგრამით ახლა იმ პროგრამის მერე აი კონკრეტულ კითხვას რა იქნება 3 წლის მერე არაფერი ამ 3 წლის მანძილზე ფული ჩაიდება და ვიღაცას თუ აქვს რაღაც 1000 ლარი და ეკრემა 3000 მეტი არაფერი და ერთ რამესაც გეტყვით პრობლემა ფულობა კი არ არის მარტო ეს არის ერთ-ერთი პრობლემა პრობლემა არის ის რომ ფულს სწორი გამოყენება უნდა ფულს უნდა სწორი მიმართულებით ხო წამლისგან კაცი შეიძლება მოიწონოს და შეიძლება განიკურნოს რა სწორედ უნდა მიიღოს ყველაფერი და მე მგონია ფული არ არის მთავარი სადგიო არის რაც ქართულ ფეხბურთს დღეს კი უნდა იყოს სამართლიანობა და პროფესიონალიზმი ერთხელ სამოდამოდ უნდა ითქვას სიმართლე აი ეს ყველაზე კარგი თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი მართლა სამთავრობო კომისიაში თქვენ მე რაც კოლეგებთან ერთად თუ თანამოაზრეებთან ერთად იქ არიან კი იგივე ფედერაციის წარმომადგენლები არიან თქვენც ხართ კლუბები რომელსაც წესით ერთი და იგივე პოზიცია უნდა გქონდეთ ხო როგორც თქვენ ამბობთ კი მე და თქვენ გაქვთ ჩვენიერი შანსი ეს ყველაფერი გამოიყენოთ და ეს გადაწყდეს ყველაზე მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჯერა რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ეს იქნება უახლოეს პერიოდში განხორციელებული და არა წლების მერე ისეთ არის რა თქმა უნდა მე იგივე კერძო კლუბის პრობლემებს ხო შეიძლება ჩვენ რაღაცას ტაქტიკაში ვქონდეს განსხვავება რაღაც სხვა არა აბსოლუტურად ერთნაირი პოზიცია ეს სიგიჟეს ჩვენ უნდა ვეძებოთ რა გვაერთიანებს ჩვენ უნდა ვეძებოთ სად ერთხვა ჩვენი ინტერესები ჩვენი ინტერესები თავად უნდა იყოს გამორჩენილი ქართული ფეხბურთის გადარჩენა ხო და ის იმიტომ თუ არ გადარჩე ხო ეს ინვესტიციები საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორები ვართ ქართულ ფეხბურთში ხო ჩემი ინტერესი სადა რაც ვერ ესმის ბატონ ზვიად სამწუხაროდ და მის თანამოაზრებს რომ მათ გონიათ რომ მე მადარდებს რაღაც სხვა ნუ რეგალიები არ ჩემი ყველა დიდი სათქი ვარ ისე რომ მაქსიმალურად მინდა რომ ის ინვესტიციები რომელიც გავაკეთებ კიდე უფრო გავართმაგო და უფრო მეტი ინვესტიცია მოხდეს ხო ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან ხო ჯობია კონკრეტიკაზე გადავიდე და კიდე ერთხელ მე არ მოსვარ იმისთვის რომ მაინდა-მაინც კონკრეტული პიროვნებების
რაღაც გული ვატკინო, მე მინდა თქვას იმათ. იქ იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ფედერაციამ ნამდვილად ვეთანხმები, ვაისკაუტის პროგრამა, მაგრამ ვაისკაუტი არის ინფორმაციისთვის ეს არის პროგრამა, რომელიც ძალიან დიდი ბაზაა, რომელზეც წვომა აქვს ძალიან ბევრ კლუბს, აგენტებს და შესაბამისად ძალიან დიდი საშუალებაა ჩვენი ფეხბურთელების და ფეხბურთის წარმოჩენა ძალიან დიდ საფეხბურთო წრეებში. საბურთალო არის წევრი, სხვათა ჩვენით, ისე ვქენით და ძალიან კარგია ეს შესაძლებლობა. ახლა გეკითხებით რა, ჩვენ პირველი ლიგის თამაშობთ ხო რომ დაესწროთ, გასვლით, ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ჩემს მიმართ ეს კითხვა არ არის დაწყებული თუ არა. მე ბოდიშთ, მაყურებლების გულისხმობ ამ შემთხვევაში ვინც არ დასწრება, გეტყვით, შეუძლებელია იმ თამაშების ამ სისტემაში მოქმედება. ანუ არ შეიძლება ეს სტანდარტს თქვენ მარტო უმაღლეს ლიგაშია, ის პირველ ლიგაშია. ხო და ნუ აი იმ სისტემის დანერგვის მერე თუ არ იყო თანდები და ეს ზედაპირულად ფასადურად ამის პატაკი იმისთვის საზოგადოებისთვის რომ მე ამას ვაკეთებ, პირდაპირ გეუბნებით, თამაშზე დადიან პირუტყვი გარე კედლის ერთ-ერთ თამაშზე და ეგრე კიდე ქონდა თამაში და ფრინველები შემოვიდა. ანუ ეს ახლა კურიოზები კი ხდება, მაგრამ ეს არის ჩვეულები. არანაირი სტანდარტს არ სველი წერტილები არა სტადიონზე. ეს დიდი პრობლემაა. ეს სტანდარტიზაცია თუ არ მოხდა, ინფრასტრუქტურა სწორედ ამიწოვებს და თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი ამ განვითარების პროგრამაში. ინფრასტრუქტურა უნდა გააკეთოს სახელმწიფო პირველ რიგში რეგიონებში და ეს ჩემი პოზიცია ახლა ამ შემთხვევაში და ფედერაციის პოზიციასთან არაფერი საერთო არ აქვს და ამ ინფრასტრუქტურის გაკეთებით და შემდეგ უკვე იმ ბავშვთა ფეხბურთში სწორი მიმართულებით რაღაცა შეიძლება მაინც გამოვიდეს. სამწუხაროდ ჩვენი დრო დასრულდა, გავიდა ჩვენთვის გაკუთვნილ დროს ძალიან დიდი მადლობა და მე ვფიქრობ აი ეს კომისია მოგცემს იმის საშუალებას რომ ხშირად შევხვდეთ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე და რაც თავი ღიად და ყველაფერი გაიგოს რა სარგებლობ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდე ერთხელ მინდა რომ თხოვო ფეხბურთის ფედერაციას მზად ვარ პოლემიკისთვისაც, მაგრამ ჯობია ამ პოლემიკას და ამ სატკივარს გარეთ გამოტანას რა უშევთ ხელს ხო? იქნებ ამ სატკივარზე დავჯდეთ ყველა მხარე, დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, როგორ შეიძლება ეს ყოველთვის ყველაზე სწორი პოზიციაა. ისეთ რა, ეს ინტრიგები ახლა მარტივ მაგალითს მოგვიყვანთ სულ ერთ წუთს წაგართმევთ და მაგალითად ხშირად ხდება, რომ იმისთვის რომ თავარი პრობლემა ააცილონ, შემოაგდებენ თემებს, ხან ყაზახეთთან ერთობლივ ჩემპიონატი, ხან და აი სხვაგან წავიყვანს თან დრო აღარ აქვს გავჭრიან უკვე. არა, ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად სატკივარს აადიროთ და ჯობია პრობლემაზე კონკრეტულად ვილაპარაკოთ და ერთმანეთსაც მოუფრთხილდეთ და პირიქით საქმე ვაკეთოთ. რაც ყველაზე კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ, თუ მინდოდა საბურთალოძეც გვესაუბრა, მაგრამ ალბათ ამაზეც ძალკედროს აუცილებლად ამასაც აუცილებლად მოვნახავთ. კიდევ ერთხელ ტარიელ ხეჩიკაშვილი, საფეხბურთო კლუბ საბურთალოს პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი. მე კი გეტყვით, რომ ზეგ 4 შაბათს 18 საათზე საქართველოს ლიხტენშტაინი მორიგი ამხანაგური შეხვედრა ახალი ფორმით, ახალი იმედით. ნახოთ პირველ არხზე ვინც ვერ მოხვალთ მიხეილ მესხის სტადიონზე, პირველ არხზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კვირას უკვე მეორე არხზეა ტორპედო დინამო 15 საათიდან გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.